მოგესალმებით ზედგამოჭრილებო, დიდი მადლობა რომ კიდევ აირჩიეთ ჩემი არხი თქვენი განწყობის გასაუმჯობესებლად. დღეს უყურებთ თქვენ პირდაპირ მორიგი ეპიზოდს, რომელიც გარკვეული სიახლეებითაა დახუნძლული, ხოლო თუ რა დონის მრავალფეროვნებასთან გვაქვს საქმე, ამას გადაცემის პარალელურად გაგაცნობთ. მადლობა თქვენ და მადლობა გიორგი კორსიზიქორიძეს, რომ დღეს ჩემთან არის. გაიხარე. კარგია, მე ის უფრო მომწონდა. ეზოში რო იყავი და აი რაღაცა. სახელოსნო ბარს ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მას მიზლობისთვის. თხილი მივირთვი, მიწისაა, მიწაც ქართულია. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გაიხარე. მე არ აყსვამ ნახევარ ლიტრიანში. ისეთ მაგ წარმოშობაზე თუ გიფიქრია სიტყვის რუსულად ვადა და ვოდკა ძალიან რო გავს. ბიჭო კი, იმიტომ რომ არის მე მგონი. ისინი წყალი ვიცვამენ არა, წყალი არაყია, მაგაც ცოტა გამაღიზიანებელი ხალხი არიან, ცოტა. მახვილი თვალი შეამჩნევდა სამ განსხვავებულ კონვერტს. სპონსორის დავალებებია მოტვიფრული, გრავირებული, რომ დავამზადებინეთ ლაზერ შოუზე მივიტანეთ და იქ დავალებებში არის მოცემული სხვადასხვა გართულებები, სხვადასხვა შენი გართულებები, აი რაზე გაქვს გართულება? სხვა ვიდეოები ხუმრობების ვიდეოების მსგავსად მე და ქორო ამ ვიდეოში ერთმანეთს ვეტყვით 1000 ხუმრობას, სადაც მე-3, მე-6 და მე-9 იუმორის ნიმუშის გამოვლინების მცდელობამდე გავხსნით კონვერტს, რომელშიც მოთავსებული იქნება გარკვეული სახის დავალება. ეს გაართულებს ჩვენს იუმორის წარმოქმნას. ერთი გაწინება, ერთი გულა. ნებაყოფლობითია, ვინ დაიწყებს, თუ გინდა ჯეირანი, თუ გინდა ჩუნგოჩანკო, თუ გინდა ჩინკოჩენტო. ეს. რა არის წეროვლა? ჩვენ დოდიდი. That's what she said. კაი. გამიჭირე? არ ვიცი როგორ არის ხომ ის წესები არის. რა ქვია ადამიანს, რომელიც სოკოებში მარტო თავის ფეხის სოკოს მიირთმევს? არ ვიცი. ნარცისი. ისმენთ? მეთქი რამე სოკოს არა, აღარ ჩავეწიე, უბრალოდ ძალიან ისეთია. კეთილი. კარგი, სოკო და რა ქვია ოთახს, სადაც ძალიან ბევრი მზაკერძია რა. შვეიცარ მზამზარეულო. იმატონო პარალიჩი ხო? დიახ. მეორე რაუნდი. რატომ დაიწვა კუტუ ძალიან ახსნებულმა ახალგაზრდამ? კარგი რა. სანდო. ბოზბაში დაისხაზეთ. ბოზბაში ხო კერძია და ის ხო ცხელია, წვნიანი საერთოდ ცხელი ჯობია მიირთვა. და ბონზი რო გაიგო უკვე. უკვე აღარ აინტერესებდა, ხო შემოდგენლობა. Back in the Future ხომ ვიცით თამაში, ესა ფილმი. ესეთი თმები როა. რიკი და მორტი რო აპოწოლე, ხო. თამაშობდნენ. Back in the Future რო ყოფილიყო ჩვენი ბავშვობის, მე მგონი ერთ თაობავთ. ჩვენი ბავშვობის ეზოს თამაში. რა ერქმეოდა? თვითონ მაგ თამაშს? ორდროშობანა. მე ორდროში ხო ხდება მოქმედება. ოხ. აი რა. ანგარიში 0-0-ია ჯერჯერობით არ გახსნა ყაიმია იგივე ფრე. მე მომწონს ის მესამე რაუნდი თუ არა ვარემ იყოს ერთიანი. პირველი ხო? ანუ რაც თქვით დასაწყისში 2. მიდი გახსნა. მიდი. ერთ წამი არ მოხდეს. არა ვიდე. რენდომ სიტყვა. ეხა ბიჭები გვეტყვენ მოკლედ სიტყვას. პრეისტორია, წარმოშობის ისტორია ამ სიტყვის ჩვენი სავარაუდო რა, რატომ დაერქვა კონკრეტულ ამ სიტყვას ეს სახელი. ხო. აი რა ისტორიის რატომ ვეძახით ლიფსიტას. მე მაქვს ჩემი ვერსია. უკვე? თევზიშვილიაო ხა რო ვითხრა, იგეთებს არ ვართ. ჩვენი გადაცემა ღიაა თანამშრომლობისთვის, მეგობრებო, კონვერტებზეც შეატყობდით, რომ ძალიან ლამაზად შეგვიძლია წარმოადგინოთ ნებისმიერი სახის კომპანია. რავი, ნებისმიერი. ლიფსიტა ქვია პატარა თევზს, ხო? როცა ჯერ კიდე დედა ძუძუს აწოვებს რა. ძუძუმწოვარი მის მიხედავთ იმისა, რომ თევზი არ არის, ხო, ვისაც ეს სიტყვა მოვაფიქრა, იმასე გონორ ძუძუმწოვარია და ლიფის მაგივრად ხო ეს თევზი იყო რა და? ლიფსიტერ. აგრა ძალადობ. მეც შორს არ წავსულ ვარ. ქვეყანა იყო, ქვემოთ რა. წყალში რო ყველა სიტყვას უმატებდნენ სიტას რა, სხვანაირად არ ლაპარაკობდნენ. სიტუაციურად. ხო, მამა და შვილი ბიჭი, დიახ, სიტები. შედიოდნენ სახლში. და ნახეს, რომ ამ მამის შვილი და ამ ბიჭის და, ანუ გოგო იდგა ვიღაც უცხოს სიტასთან ერთად და ეს ბიჭი და მამისი რო შევიდნენ, მამა სიტა, ლიფ სიტაო
რას შვებაო? სადარიო. რა უნდაო, ხო? დიდი ბოდიში ყველა მაყურებელს ვინც ამას ყურსას მეში უსმენს. ბოლო იყო ეს შენს გაგეცინა. ბოლო. გაგივარდი. რას აკეთებს ძალიან წინდახედული მამა? აი ძალიან წინდახედული. ტაბურეტკას. მიხარია. იმიტომ რომ ხო იცის რომ ეტყვე რომ შენ გაკეთებას ბავშვი ტაბურეტკა გაეკეთებინებოდა. კი ბატონო, ზუსტად ჩაწვდი. თავის შვილი თუ არ იცის რა არის. რას ცეკვავს სოლისტი, რომელსაც 42 გრადუსი აქვს სიცხე? ფინთაურს. ვინ მიიღო კომპლიმენტად, როცა უთხრეს, ხო გაგაფრთხილეთ, რომ მწვანე სამოსით უნდა მოსულიყავი შედალტონიკო. დიანა გურცგაიან. რეზის ყველა ვიცნობთ. თან ისეთი რეზია რომ ჩალიჩაბოები ბიჭია რა. ბიზნესი მივიდა, მოვიდა. ტრაილერი იყიდა რა, მეორე ბავშვი უყიდა, კაროჩ რა. ადგადა დაარტყა ბიჭო უსე თავში კემპინგიტო. და რატო? რატომ გაამართლა აი ეს კაროების ბიზნესი? რატო იყო მაინდა-მაინც მისთვის წარმატებული რა? არ ვიცი, ნამდვილად. მიდგომა შეცვალა, უფრო რეზისტენტულად მიუდგა რა. ჩაითვალა ბიჭო, მე ისტორიას ვიხსენებდი ახლა რა ყვება. შუაშია ხო საერთოდ. მე მგონი მე-6 რაუნდი მოვიდა. მე-6 რაუნდი თუ მოვიდა, სპონსორი ისე? სპონსორის რაუნდი ყავდა რამდენი სპონსორი ყავს? ერთი, მაგრამ კონვერტებით გვამარაგებს. ფრესტ. შემდეგი რაუნდი, ფრესტ. ესე განყუთული. უფასო. ფრისტაილი. მესამე რაუნდის მსგავსად, პრეისტორიის ნაცვლად უნდა მოვიფიქროთ კონკრეტულ სიტყვაზე. ეს ჯოუკი რა, რომელსაც ახლა ბიჭები დაგვაწევენ. ისე მართლა შენ როგორ გაფიქრდება ხოლმე როგორ წერ? პირველი შემთხვევა იყო? პირველი არ იყო. ხისთვის ამიწერია. კალაპოტი. ახლა ორივე იქითკენ მივდივართ. როდის შეეტყო ოქტოპუსის არხს წარმატება? ჩემი აზრით კალაპოტი. კალარო ფოჩი წავიდა თავის მანქანის დასახვედრად. კალაპოტი ხო არ უხსენებია წააგო. კალა ფოთში წავიდა მეთქი და ახლა რას ამბობენ მეზობლები პირწავარდნილ ბოზზე, რომელიც უცბად გამოგეთდა. როგორი კალაპოტით წაიყვანა თავის ცხოვრებაო. მეწყინა მე თვითონ. აი კალაპოტი თუ გაგივლია მწვართან ამ ბოლო პერიოდში, ვაფშე სხვა კალაპოტია. რას ამბობენ ბოზები ერთმანეთში რომ ეს იმ დღეს კლიენტს ამდენი გამოვართიო რა, ძალიან დიდი თანხა თქვა, მეორემ რა უთხრა. თქვა შევეციო. გამაგიჟებები ბიჭო, ბოზი ხარ, ბოზი იყავდო. პირსაღა სიმყრალე. პირსაღა სიმყრალე. ვისი ტომია. აბა თუ მიხვდები. ეხა? ხო. თვის ტომი? არა. ტომი და ჯერი ხო არის? ვისი ჯერიაო ბიჭო? კაია, თავარია გავერდა, მაგრამ თავი ნახო არ დავიწყო. რა სურს 6 კლასს დამთავრებულ ადამიანს? რო ყველა ფილმზე იყოს ნაყურები. აუ ხო. რა ქვია ცხენებით ცეკვას? ცხენდაური. კენტაური. ამოვისუნთქი. რამე სხვა რო გეთქვა, ნებისმიერი ეგრევე მეცინებოდა. აი კენტაურის დოლი რო გეთქვა, აუცილებლად გამეცინებოდა. რა შეწირა ძალიან cool ტიპი, მაგრამ ერთს. საბანი. მატყლი ხო შინი. აუ რა კაია. აი ხარე. კაია ქულას ვერ მიწევს. ძალიან ჩქარები ვიყავით რა ალბანეთთან. ძალიან ჩქარები და სხარტები ვიყავით რა. და რა შემთხვევაში წავაგებდით? ჯოჯოხეთი რო გავა. ალბათ ნელები რო ყოფილიყავით.
მაგას არ ველოდი ჯოჯოხეთს ისრის ნუ რაღაცა ეგეთი მე მაქსიმალურად თავს ვარიდებ ჯოჯოხეთს. სად დგას ძალიან არეული ტიპი მანქანით? აი და საცხობში. თავარი კრიტერიუმი, რითაც პირდაპირ ხომრობა ისაზღვრება, რომ სიტყვა მინიმალურად იყოს გადაკეთებული. ბალკა არ იყოს გაღონული, სიმეტრიებში იჯდეს და გამეყიმა, ჩავთვალოთ. ძველი დროა, რამდენად ძველი ახლა გეტყვი, ნოე დამთავრებულია ეს კიდობნის მშენებლობა უკვე ყველაფერი ძველი წერტილი გააკეთა მშრალი წერტილი ყველაფერი გაამოწა რა მოკლედ რა აი ესე გააკეთა შეეყავს ეს ცხოველები ბიჭო რეგრიგობთ აბა იმას მობრძანეთ აქეთ დაბრძანეთ აქეთ დადეხით ჟირაფებს ეუნება აი ნუ ეგ არის რა გავედითო რა უკვე დაიძრა ის რა ხოლმე კუკუ რაღაცა არა ეგ არა ის თვითონ ტალღა დაიძრა და როსმუს გავეს რა სმუს აიდან იცით ხო? აი რაღაცები ვიცი ინგლისურად. ვაუ. Smooth subscribe და followers. Yes, მადლობა. და ნახე ხა რა ხდება ბიჭო. აიყვანა ეს ცხოველები. აიყვანა ბიჭო შედის და ეს ოქლი მოიწი და ყველა დგას აი რაღაც უკმაყოფილო სახით რა. და შე. რა არის არ მაგედონა თუ ბიჭო? არ მაგედონა თუ ბიჭო ესო გემი ამდენი ვიწოლიო თო. უკაცრავად რა. უკაცრავად. რთული იყო. მე თვითონ გამეცინა. მე რა გამცინება და მე მგონი არ გეცინა. ამდენია წვალეს, ხო, ეგ მაგალითად იქოდია. აბა ვნახოთ. მოეც ადამიანია. სპონსორის მადლობა სასოსისეს. ისე სასოსისეც რა აკლია, ხო იცი? სუ სასოსისე? სასოსისე სუ. სასოსისე სუ? სუსასოსისე. სუსასოსისე, მოეცად ერთო სუსასოსისე. მიუტ. ამ რაუნდში ბატონო გიორგი და ძვირფასო გამომწერებო. ეს და ჯოუკი უსიტყვო. აი ავარჩიოთ მაშინ. და. დავიწყო. ჩარლი ჩამბი. შევიდა სტომელის, ბებო. წითელ ქუდა ველია. მონდრემედა დავიდა, გაუჭა და ამოიყვანა. და კიდე აი მონადირის ნაწილი რო აღარ დაგემატებინა, ვიფიქრებდი რომ რა ერქმეოდა სხაპარს, გლის მაგივრად მელიას რო შეეჭამაო და წითელ ყუდა უნდა მეთქვა. რა მოიყვანა სწრაფ მეტაბოლიზმიანი მგლის მუცლიდან მონადირებ. ბებია. წითელ ყუდა ნაკნავი ქონდა უკვე. ანუ პროსტა ზღაპარი რომ მიხვედრები და მთელი ზღაპარი მივხვდი. ხო, ანუ არაფერ შუაში არ იყო რა თავიდან ეს რაღაც. უბრალოდ ეგრევე მგელზე იყო, მაგრამ ეგრევე მგელს სწრაფი მეტაბოლიზმი პროსტა აი ეგ უნდა გაიგებინა რაღაცა ალბათ. ხო, ნუ. აბა შენ გელოდები ხა რამეს თუ გავიგე. ეს სამარტივია ბიჭო. ბურთს მატაობ და ხართულის ცეკვას რითი გავს ბურთის მატაობა და კინტაურიც. უკვე ძალიან იზი ხდება. ალბათ პასუხი არის ძაღლი ბრეიკდანსი. ახლოს ხარ? აცროხა დიჯეი რომელიმე იქნება. ფინტებით რო არის გამორჩეული ფეხბურთელი ბავშვობაში, რაც ეკავდა ყველაზე კარგად, ფინტაურს. აი, ფინტაურ ჩავიხვი ბიჭო, წარმოვიდგინე რა ხუმრობა იმენა ამოვიდო. რატომ დაიბნა ბაჭია, როცა ეს კითხეს? ერთს რომ ერთი მივუმატოთ, რამდენია ბაჭია? ქართული არ იცოდა. კაი რა. რა ქვია 9 სადარბაზო ნაშას? 9 გლიტურა. კორპუსი. კორპუსი უბრალოდ, კორ არაფერ შუაშია. მიცე. მე ბორჩი შედ.
არა, ერთიც მაქვს, თუ გინდა გეტყვი. მოდი ერთიც, დავაი. ბონუს რაუნდი. რა დაემართა ბაყაყს, რომელსაც რუსმა ჩამოსულმა ნაშა მაგოცა. შიცი. ესე პატრიოტულად დავასრულებ მე. რას გაიძახის საშუალო ხნის მამაკაცი, როცა ახალგაზრდულ გულაობაზეა რა, რომ აი რა შეძახილით გულაობს, აი საღოლ დიჯეის მსგავსი. არ ვარ პედოფილი. ვაიბიძია. ვაიბობს რა ძია. ო, კარგი. სასია. მადლობა, კოროს, მადლობა ხამაკს რომ გამოუშვა მართლა და მიუხედავად იმისა რომ 500 ლარი მე ამქონია. მაინც მოხვედი. მთავარია რომ ჩვენც იქ წინასწარ ვუხდით ხოლმე 500 ლარს, ვინც მოდის. აჰა. სტუმრებს და ეგრეთ თუ რაღაცა. ანუ მე რომ მოვალ მაშინ გამოქვითული იყოს. კი, შენ თუ მოხვალ კი. აიხარე. მაინც 500 ლარს არა 100 ლარიც თემაა. 100 ლარიც რაღაცაა. კი. მადლობა თქვენ რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. გამოიწერეთ და აკლიკეთ. თქვენი აზრი გითხრათ როგორ მოგწევთ ეს რაუნდები და თუ დაგვიწერთ სიტყვებს, მაგ სიტყვებს ავარჩევთ ფრისტაილისტვის და სიტყვის წარმოშობის ისტორიის მოსაფრთხებელ რაუნდში, რომ გამოვიტანოთ კომენტარებიდან. კომენტარში არ დაწერონ, ხო? Gmail-ზე იღებ შე როგორც ვიცი, კომენტარები დიდად არის. რატო? რომ engagement-ი არ გაზარდო არ. ნუ დაერხეს, ახლა ბოლომდე ჩაიძიროს, ხო? ანუ სპულზის. ხო, ბაზოხისტი ხარ როგორც ვიცი და მაგიტომ. ზარის ღილაკი გაანადგურეთ. მაუსის მარჯვენა. მაუსის მარჯვენა ღილაკი. თუ ტელეფონის შესაძლოა შეგიყვანე ბოდიში. გამო, აი მარჯვნივი არე, მარჯვნივ, და გამოხვედი. მარცხენა ღილაკი. ეგ ახლა.